სახარებაი მათესი, თავი მე-13. მას დღეს აშინა გამოვიდა იესო სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღვის კიდესა. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესვლადმდე მისსა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღვის კიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და რქუა. ესე რა გამოვიდა მთესვარი თესვად, და თესვას ამას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხვაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა იფრია და მეყსეულად აღმოსცენდა. და რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისაი, მზერაი აღმოხდა დასცხა, და რამე თუ ძირნი არა დაებნეს განხმა. და სხვა იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, რომელიმე 100-სა, რომელიმე 60-სა, რომელიმე 30-სა, რომელსა ასხენ ყურნის სმენად ისმინენ. და მოუხდეს მოწაფენი და რქუეს მას, რა ისათვის იგავით ეტყვი მათ. ხოლო იესო რქუა მათ, თქვენ და მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფევლისაც ათაისა, ხოლო მათ და არა მიცემულ არს. რამე თუ რომელსა აქუნდეს მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს და რომელიღა იგი აქუს, მოვეეღოს მას. ამისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამე თუ ხედვენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის, არც აგულისხმაყვიან. და აღესრულების მათზე და წინაისწარმეტყველებაი იგი ესაიაისი. სმენით გესმოდის და არა გულისხმაყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამე თუ განზრქა გული ერისაი ამის და ყურით ამძიმედ ისმინეს, და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუ უკუე იხილონ თვალითა და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმაყონ და მოიქცენ და მე განკურნე იგინი. ხოლო თვალნი თქვენი ნეტარ არიან რამე თუ ხედვენ, და ყურნი თქვენი რამე თუ ესმის. ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მართალთა გული უთქუმი და ხილვად, რომელსა თქვენ ხედავთ და არა იხილეს, და სმენად რომელი გესმის და არა ესმა. ხოლო თქვენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაი. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყვაი სასუფეველისაი და არა გულისხმაყოს, მოვიდეს უკეთური და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა. ესეას რომელი იგი გზასა ზედა დაეთესა. ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა ესე არს, რომელმა სიტყვა იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქონ გულსა თვისა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაი სიტყვისა მისთვის მეყსეულად დაჰბრკოლდეს იგი. ხოლო რომელი იგი ეკალთა შორის დაეთესა ესე არს, რომელმა სიტყვა იგი ისმინის და ზრუნვამან ამის სოფლისამან და სასთურმა სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყვა იგი და უნაყოფო იქმნის. ხოლო რომელი იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს რომელმა სიტყვა იგი ისმინა და გულისხმაყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე 100, რომელმანმე 320 და რომელმანმე 30. სხვაი იგავი დაუდგა მათ და რქუა, ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაი კაცსა, რომელმან დათესა თესლი კეთილი აგარაკსა თვისა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დათესა ღუარძლის შორის იფკლსა მას და წარვიდა. და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და რქუეს, უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დათესია აგარაკსა შენსა? ვინაი აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან რქუა, მტერმან კაცმა ყო იგი. ხოლო მონათა მათ რქუეს მას, გნებავ სარაითა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან რქუა მათ, არა, ნუ უკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოფხურათ იფკლიცა. აცადეთ იგი თანა აღორძინებად ურთიერთარს, ვიდრე ჟამამდე მკისა. და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ. შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაითა დაიწვას იგი, ხოლო იფკლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა. სხვასა იგავსა ეტყოდა მათ და რქუა, მსგავს არს სასუფეველი ცათაი მარცულასა მდოგვისასა, რომელი მოიღო კაცმან და დათესა თვის სამტილსა. რომელი უმცირეს არს ყოველთა თესთა, ხოლო რაჟამს აღორძინდის უფრო ის ყოველთა მხალთა არნი იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან ფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. მერმე სხვასა იგავსა ეტყოდა მათ და რქუა, მსგავს არს სასუფეველი ცათაი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნა იგი ყოვლად.
ამას ყოველსა ეტყოდა იესო იგავითერსამას და თვინიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. რაითა აღესრულოს სიტყვა იგი წინასწარმეტყველისა მიერ თქმული. აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაით. მაშინ დაუტევა იესო ერი იგი და მოვიდა სახსა და მოუხდეს მას მოწაფენი მისინ და რქუეს. გამოგვითარგმანე ჩვენ იგავ იგი ღვარძლისაი და აგარაკისაი. ხოლო თავადმა მიუგო და რქუა მათ. რომელიც თესავს თესლსა კეთილსა ძეკაცისაი არს, ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს. ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი და ღვარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი რომელმან დასთესა იგი ეშმაკი არს და მკაი იგი არს აღსასრული ამის სოფლისაი და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა იგი შეკრიბიან ღვარძლი და ცეცხლითა დაწვიან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაი. რამე თუ მოავლინეს ძემან კაცის ამან ანგელოზნი თვისნი და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცდურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი სახუმილსა მას ცეცხლისასა, მუნიყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთაი. მაშინ მართანი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა, რომელსა ასხენ ყურნის სმენად ისმინენ. კუალად მსგავს არ სასუფეველი ცათაი საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულით ამით მისთვის წარვიდა და განყიდა ყოველი რაიცა აქ უნდა და მოიყიდა აგარაკი იგი. მერმე მსგავს არ სასუფეველი ცათაი კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებენ კეთილთა მარგალიტთა და პოვის რაი ერთი მარგალიტი მრავალ სასყიდლისაი, წარვიდა და განყიდა ყოველივე რაიცა ედვა და მოიყიდა იგი. მერმე მსგავს არ სასუფეველი ცათაი სათრომელსა ბადესა, რომელიც დვიან ზღუასა რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის და ოდეს აღივსის გამოიღიან იგი ზღვის კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერ კუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაი, რამე თუ გამოვიდნენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის სახუმილსა მას ცეცხლისასა, მუნიყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთაი. რქუა იესო მოწაფეთა თვისთან, გულისხმახ ყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ რქუეს მას ჰეუფალო და რქუა მათ, ამისთვის ყოველი მწიგნობარი დამოწაფებული სასუფეველსა ცათესა, მსგავს სარს იგი კაცისა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძუელი და ახალი. და იყო რაჟამს დაასრულა იესო იგავნი ესე წარვიდა მიერ და მოვიდა მამულად თვისა და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთან, ვიდრემდის განუკვირდებოდა მათ დაიტყოდეს. ვინაი არს ამისა სიბრძნე ესე დაძალი? ანუ არა ესე არს ხუროის სამის ძე? ანუ არა დედა სამისა რქვიან მარიამ და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოვენი ჩვენ შორის არიანა? ვინაი უკუე არს ამისა ესე ყოველი და დაბრკოლდებოდეს მისთვის. ხოლო იესო რქუა მათ, არა არს წინასწარმეტყუელი შეურაცხ გარნა სოფელსა თვისა და სახსა შინა თვისა და არა ქმნამუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათვის.